ეთერშია მოამბე 10 საათზე ახალ ამბებს მარიამ ვაშაძე გაგაცნობთ. გვიაღამით ქვეყნის დედაქალაქი და რეგიონები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი გარდაბნის თბოსადგურზე მომხდარი ავარია გახდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებიც. როგორც საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემაში განმარტავენ, ავარიის გამომწვევი მიზეზები უახლოეს დღეებში დადგინდება. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები უკვე მოხსნილია. მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით დენის მიწოდება გვიან ღამით ეტაპობრივად აღუდგა. გარდაბნის თბოსადგურზე მოხდა ავარია, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, ფაქტიურად ნოლზე დასვა ელექტროენერგიის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით. თუმცა მინდა გითხრათ, რომ 15 წუთში უკვე დაიწყო ელექტროენერგიის მიწოდება დასავლეთ საქართველოსთან, პირველი იყო ზუგდიდი, სამეგრელოს რეგიონი და ეტაპობრივად მოხდა შემდეგ ყველა რაიონის ქალაქების ჩართვა. ჩვენ ვსწავლობთ ავარიის გამომწვევ მიზეზებს. ალბათ უახლოეს დღეებში ჩვენ გვეცოდინება ზუსტი დასკვნობა იქნება, თუმცა ამ მომენტისთვის რაც შეგვიძლია ვთქვათ არის, რომ ეს თბოელექტროსადგურის გაჩერებამ გამოიწვია ეს ავარია, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ გქონდა სისტემაში რეზერვი, რომელიც ავამოქმედეთ